მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ. ეს არის კარმული ასპექტები, მაგალითად, შავი მთვარე როგორ ვლინდება ჩვენს კარმაში, ჩრთილი, მაგალითად, ფსიქოლოგიურ ენაზე როგორ ვლინდება, დარქი, ესე რა ვთქვათ, ხა, ჩვენი ყველაზე ისეთი ბნელი მხარე, რელიგიურად ეს არის ყველაზე ისეთი ბნელი, შავბნელი ენერგიები. და სიამტვერში მე მინდა რომ აი ჩემი კვლევები 15 წლიანი კვლევები გაგაცნოთ კიდევ უფრო ხრმად, მაგალითად რას ვაწყდებით ხოლმე როცა კარმულ ასპექტებზე ვლაპარაკობთ. არის კარმული ასპექტები შედარებით ისეთ მსუბუქ ემოციურ შრეებში არის ძალიან ღრმა კარმული ასპექტები, რომელიც ესოთერულ ასტროლოგიაში თუ შევხედავთ, ესოთერული ასტროლოგია იცით როგორ ხსნის მაგალითად რაღაც ისეთ კარმულ სტრუქტურებს, რომ ჩვენ ვართ ენერგია, ჩვენ ვართ რაღაც ნაწილები ენერგიის, ხო, ეს წინა ცხოვრებები, როცა ამბობს კარმული ასტროლოგია მაგალითად, ხო, ან სხვა სამყაროებში ჩვენი მე, აი ეს არის ფრაგმენტული მეს ნაწილაკები, რომელიც მთლიანობაში შემოდის უკვე პიროვნულ არსებობაში და აი ეს ნაწილაკები სადღაც არის გაფანტული. აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის აღწერილი მაგალითად ფსიქოლოგიაში. თუნდაც გეშტალტ ფსიქოლოგიაც ამბობს, რომ ეს ნაწილაკები ჩვენში, მეები რაც არის, ის ერთიანობაში უნდა განვიხილოს და არა ცალ-ცალკე. ზოგჯერ არის ახლა ფსიქოანალიზი, მაგალითად, ცდილობს რაღაცნაირად დაღეჭოს ადამიანი, ხო, ფსიქოლოგიურად ნაწილ-ნაწილ შეაერთოს, ხო, ტრავმები, ის სხვადასხვა ეტაპები ცხოვრებისეული შეაერთოს, შეაკოწიწოს რამენაირად. და აი ეს მე მინდა იგივე რასაც ფსიქოლოგია ამბობს, წარმოგიდგინოთ უფრო კარმულ დონეზე, რასაც მე ვხედავდი მაგალითად კარმულ ასტროლოგიაში, წლების განმავლობაში თუნდაც თერაპიულად როცა მუშაობ, ხო, ახლა ესეთი თემა არის, მე უფრო ამ დარკზე მუშაობის ასტროლოგიაში ვარ, ესე რომ ვთქვათ, ხო, წლების განმავლობაში თერაპიულად უფრო ხა ვინ მზად არის, ვინ არა, ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ ვინც იცის ზუსტად რა უნდა და ის უკვე მზად არის ხოლმე, აი მათ მუშაობთ აი პირდაპირ ესე სელენა ლილიტის ღერძს რო ვეძახით, ხო, და იქ სატურნის ღერძი შემოდის გარკვეულწილად, მაგრამ თავარი არის ხოლმე ეს სელენა ლილიტის ღერძს რო ვამბობთ და აი მანდ მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და ეს მე გავლილი მაქვს ყველაფერი თავიდან აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება კარმული ასტროლოგიით, როცა მე ჰიპნოთერაპიაზე, წარმოსახვი თერაპიებზე სულ ვეჯახებოდი აი ამ დარკს, ესე რომ ვთქვათ, აი ამ ბნელ ნაწილს, კარმულ ნაწილს, მაგალითად, რომელიც საბოლოო ჯამში დიდ სურათში რო შევხედეთ, მაინც ბნელი აღარ არის. და ძალიან ბევრი რამ შემეცვალა ამ გზაზე, სხვათა შორის ცნობიერების კუთხით, რომ დავინახე სინამდვილეში, აი ეს დარკი, რო ვეძახით, ეს ჩვენი ბნელი ენერგია სინამდვილეში არის ჩვენგან მიტოვებული ენერგია, სადღაც რომელიღაც სამყაროში, მოდით ესე ვთქვათ, წარმოსახვით, გაჩხერილი ენერგია, რომლის ინტეგრაციასაც ჩვენ არ ვახდენთ, რომლის მიღებასაც და მისი სურვილების, მისი აღიარების დაკმაყოფილებას ვერ ვახდენთ და არც გარემო ახდენს სხვათა შორის მაგას და ჩვენ მე რო ვაკვირდებოდი ხოლმე ხა შავი მთვარის ენერგიაზე თუნდაც, ხო? აი ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ზუსტად აი ამ შავი მთვარის ჩვენ მოთხოვნილებას არ აკმაყოფილებს და აქედან მოდის ხოლმე ეს რაღაცა კარმული რაღაც ბრძოლები, შინაგანი დარდები, განცდები, რომ რატომ ან ჩვენ ვერ ვიკმაყოფილებთ იმას, ან გარემო ვერ გვიკმაყოფილებს ხოლმე ამ ენერგიას და ეს გარკვეულწილად არის ხოლმე ზუსტად მისაღები და გადასალახი არის ხოლმე ეს ყველაფერი, გასაცნობიერებელი არის ეს ყველაფერი. საერთოდ როგორ ეცით, აი როცა აი ჩვენ ბნელ აი ამ ჩრთილზე ვლაპარაკობთ ხოლმე კარმულ ასტროლოგიაში, ხო? მანდ მე ცოტა თერაპიულადაც შეყვავს ადამიანი, ხა მეც იგივე მაქვს გავლილი კიდევ ერთხელ ვამბობ. აი იმ სწორი კითხვები არის იქ საჭირო, მე ხო ხედავ ხოლმე ხმთლიანობაში რუკაში, სად არის ადამიანი, აქ სად არის მთავარი ნეგატიური ასპექტები, სად არის სევდა, მოდით ესე ვთქვათ, პიროვნების, ხო? სად არის ის სურვილები, რომელსაც ვერ იკმაყოფილებს და იქ საჭირო არის ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული კითხვები. ერთი-ორი ისეთი სიტყვა, რომელიც იცი რომ გახსნის ამ ადამიანს, გამოიტანს ამ ჩრდილს აუცილებლად და იქ ხდება მერე უკვე ამაზე მუშაობა, ამის მიღება, ხო? საერთოდ ეს ძალიან კომპლექსური თემა არის, როცა ჩრდილზე ვლაპარაკობთ, მანდ ჩვენ გვაქვს არაადეკვატური ეგო,
ეს ძალიან ისეთ პირველ ხარისხში რო ვთქვათ, ესე პირველ დონეზე რო ვილაპარაკოთ, ხო, ჩრდილის პირველი დონე, მაგალითად იმაზე მეტი შეგვიძლია გვეგონოს შესაძლებლობებში თავი, ვიდრე იყოს. ეს არის ჩვენი სურვილები, ეს არის ჩვენი რა ეს მე მინდა ეს ყველაფერი რომ მქონდეს, ხო? ზოგთან ესე ვლინდება ხოლმე, აი მაგალითად, ხა დედამიწა განსაკუთრებით ისეთი პლანეტა, ესე რომ შევხედოთ, ხო? აქ ძირითადად სულ ჩრდილებს ვამუშავებთ. აი თქვენ რომ გამოიხედოთ უმეტესად ან ლილიტის ზონაში ვართ ყველა, ან ლილიტის სევდაში ვართ ყველა, შავმთვარეს რო ვეძახით, ანუ იუნგისეული ჩრდილი, ხო? და აი ამ სამყაროს რო ვაკვირდებოდი დედამიწას, ხო? ეს არ არის რაღაც დიდი საზოგადო საქმეების პლანეტა, ეს არის უფრო აი საკუთარ დარგზე მუშაობის პლანეტა. აი ის მარტოობა უნდა ისწავლოს სულმა, თითქოს იმ დარგს უნდა შეხვდეს, იქნება ეს ილუზორული დარგი, იქნება ეს გონია რომ რაღაც აი აქ აღწევს, იკმაყოფილებს იმ დიდ მოთხოვნილებას, რომელიც აქვს და სხვათა შორის აი ეს პრობლემა აქვს შამთვარეს, რომ რაც უფრო გონია რომ ვიკმაყოფილებთ, მით უფრო არაცნობიერმა ხო იცის რომ მანდ ჩვენ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ და ჩვენ ფაქტობრივად აქ მიღება გვინდა ენერგიის და არა გაცემა, ხო? ეს ელენა არის, სადაც გავცემთ ენერგიას და შამთვარე ეს არის მე სადაც ეგოგან მივითხარდა. მგონია რომ ეს ყველაფერი მე შემიძლია. მე მგონია რომ ეს ყველაფერი მეკუთვნის. და დიდსურეთში რომ ვერ ვხედავთ რაღაცებს, ხო? მე მოდის შინაგანი დაუფასებლობის შეგრძნება, ან ჩვენი მხრიდან, ან გარემოს მხრიდან, რომ ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენ თავს, მე მოდის ზევდა, მე მოდის გარემოებებში მუდმივი ფრუსტრაცია და სიამოვნებაში მე სულ მაგას ვამბობ, მეგობრებო, რომ შავი მთვარე არ არის ჩვენი მისია. მისია არის ელენა, ნათელი კარმა. შავი მთვარე იმ დონეზე უნდა დავამუშაოთ, რომ ის უკვე ისე აღარ გვაწუხებდეს. ან ჩვენ და გავაცნობიეროთ, რომ აქ რაღაცა გვინდა და არ გვექნება. და თუ ძალიან გვინდა, უკვე ამისთვის სერიოზული მუშაობა გვჭირდება, რომ ეს გქონდეს და მაინც ისე არ გვექნება, როგორც ჩვენ გვინდა. უბრალოდ შეიძლება აი ოდნავ მიუახლოვდეთ, ოდნავ შიმშილს რომ წყალი რო წყურია ძალიან და აი ცოტა არის და ოდნავ ცოტათი მაინც აიკმაყოფილებ, ხო? აი აქ გავდივართ ხოლმე და თერაპიულად ყველაზე საინტერესო ჩემთვის რაც არის, როცა შავ ენერგიას ის სხვა ენით, ეზოთერულად, ჩემი ენით ეს არის აი იმ ტრანვირებულ მეს შევხვდებით, რომელმაც გასცა ძალიან ბევრი რომელიღაც ცხოვრებებში და მე გადაწყვიტა, რომ ხა მეც მინდა რომ რაღაცები მივიღო და საკმარისი არის, რომ მე ჩემი თავი არ მყავდა აქ და ზუსტად აი ეს ფოკუსში ეგო რო ჩდება, რომ მეც ვარ თურმე აქ და მეც მაქვს რაღაცა სურვილები, მეც რაღაცა ინდივიდუალიზმის შტრიხი გამოვლინდა, მე ვიწყებთ აი ამ მეს ცხოვრებას, აი ამ მეზე ორიენტირებას და ეს მე ლაგდება იმ სამყაროებში, სადაც ყველაზე კარგად შეგვიძლია დავინახოთ აი ის მარტოობა, მოდით ესე ვთქვათ, აქ მარტოობა რაღაც ეგზისტენციალურ მარტოობას იმდენად არ ვამბობ, აქ ვამბობ ჩვენ სურვილებში მარტოობას და აქედან ეზოთერულად რო შევხედოთ ენერგეტიკულ დონეზე ხდება განჯაჭვა იმ რომელიღაც სამყაროდან პირობითად ესე რო ვთქვათ, ახლა ფსიქოლოგია ამბობს, რომ აი ჩვენი მე არის სადღაც ტრამვაში, ბავშვობაში მე რო რაღაცა ცუდი მითხრეს და მე რო შემრცხვა, აი იქ არის ჩვენი მე გაჭედილი და ის მუდმივად ისე იქცევა, როგორც კი გარემო იგივენაირად ხდება. აი ამას ამბობს ფსიქოლოგია. მე რო ჰიპნოთერაპიებზე ვიმუშავე, მაგალითად ძალიან ბევრ ადამიანთან, ჩემ თავზეც, კლიენტებთანაც ხა ვინც აი არის მოდიან ხოლმე ჩემთან, ყველა ასტროლოგი ყავთ მოვლილი, ჰიპნოთერაპიებიც ქონიათ და აი ახლა თერაპიულად მინდა შენთან მუშაობა და რომ დავიწყებთ ხოლმე და აი პირდაპირ აი მონელებას ვიწყებთ აი ამ შავი ენერგიის, ამ დარქის მიღება, მონელებას, ზოგთან მართალი რომ გითხრათ, ერთ სეანსში უკვე იმხელა თავისუფლება აქვთ და იმხელა ინტეგრაცია აქვთ ჩრდილის და ისეთი მიფრინავენ ხალვე რომ რა ვიცი. ზოგს 2-3 შეხვედრა შეიძლება დაჭირდეს ხოლმე და ნაბიჯ სულ უახლოვდებიან. მე მილიონჯერ მაგავლილი და ბევრი სხვადასხვა კუთხითაც უამრავ თერაპიაზე და მართალი რომ გითხრათ, ჩემ თავსაც უფრო ეხმარებოდი მანდ ახლა ჩემი ბერძული გავლენით. თუმცა აი მე მივხვდი, რომ ის რაცაც რა ტრანსფორმაციაში ბჭყალებში მე გავიარე, რომ ზუსტად ეს ვნახე, რომ თითქოს სხვა სამყაროში, სხვა რეალობიდან წამოვედი და ნენელა ვახდენ უკვე ინტეგრაციას აი ამ გარემოში, ხო, ჩემ რეალობაში და აი ეს ნენელა ის წარსული, რომ სადღაც
ბუნდოვდება, ნაცრისფერდება. ეს შეგვიძლია როგორც ენერგეტიკულ დონეზე გავაკეთოთ, რომ აი წარმოსახვით, ხო? შეგვიძლია ის ზოგჯერ ყოფილა იცით როგორი მომენტი, რომ აი მithkoms ადამიანისთვის, რომ შენ ძალიან დაგაკლდა და ძალიან გინდოდა და აუცებ ტერილი დაუწყია ადამიანს და ამ დროს არ დაუკარგავს არაფერი, ესეთი არ ქონია, მაგრამ განცდადობაში შემოდის, რომ ეს ნამდვილად ესე იყო. და აქ აი ამ ჭრtildeში ეს არის საინტერესო, რომ აი ყოველ ესეთ სიღრმისეულ თერაპიას ახლა უბრალოდ რუკაზე როცა არ ვლაპარაკობთ, ახლა მე კი სულ მაგეთ ცდილობა რომ მე ჩემი არის უფრო ფსიქოლოგიური განხრა ასტროლოგიაში, ოღონდ კარმულ დონეზე. ახლა დედამის მითხრა მეწყინა და მე ამას ვატრიალებ ქმართან. ის ჩემთვის ზედმეტად ჩიტის და ქვემეხის ამბავი არის. მან თერაპიაზე უშვებ ხოლმე. აი ის რაც შეიძლება მაგის მიღმა დავინახოთ ეს ყველაფერი ხო პლუტონურად ესე რომ ვთქვათ აი მანდ მე რაც მიმუშავია და მან ჩავსულ ვარ ჩემ არა ცნობიერშიც აი ეს სურათი მხდება სულ რომ სადღაც არის სელენა ლილიტის კავშირი ეს ერთიანდება აი ადამიანი თერაპიულად ან ტრანსულად არის ან აი განცდებში არის და გადის პირდაპირ ღერცზე სელენა ლილიტის ღერცზე და იქ ხდება ინტეგრაცია, იქ ხდება მიღება, გაცნობიერება ადამიანს რა სურვილები აქვს რომ მეც ვარ აქ და აღარ მინდა იქ გავცე ენერგია, სადაც არაფერი არ მოდის, იმიტომ რომ დედამიწა არ არის ეს წყალებში სელენას საინკარნაციო გარემო. ეს არის ლილიტის მიღება, რომ რაღაცა მე იმ ჩემ შავ ენერგიას ვითომ ესე ჭყალებში მე არ ვეძახი მაგას შავ ენერგიას იმას რისი მიღებაც უნდა და ის უნდა მივცე. ოღონდ არის პირველი დონე, როცა მე აგრესიულად ვცდილობ სხვებს წავგლიჯომო, ვაჩვენო თავის რაც არ ვარ, მაგალითად, ხო, სიყალბებთ ესო ხელ ეს ავტორიტარ მართველებს განსაკუთრებით გამოხატულად აქ ეს ივანიშვილი თავისი თხის რქით რო აიგონია რომ რაღაცა ძალიან დიდი სისტემა და სტრუქტურა შექმნა პუტინი თავის მეათე სახლის შავი მთვარით ასევე და ლომით გონია რომ რაღაცა შექმნა დიდი და ამ დროს ძალიან ცუდი რაღაცა შექმნა ეს არის პირველი დონე შავი მთვარეს როცა იმაზე ვიქაჩებით რაც საერთოდ ჩვენი არ არის და ყალბ ეგოს ყვებავთ ყალბ სურვილებს მეორე დონე არის უკვე როდესაც მე ვეჯახები ამ ჩემ სურვილებს ვერ ვიკმაყოფილებ და უკვე ხვდები რომ იძველი მეთოდები პირველი დონის ლილიტისთვის დამახასიათებელი უკვე აღარ არის საკმარისი, აღარ მაძლევს აი ამ დაკმაყოფილებას და პირიქით შეიძლება კიდევ უფრო მიგდებდეს თვით შეფასებას, იმიტომ რომ არაცნობიერი უკვე ხდება რომ რაღაც არასწორი არის, რაღაც არასწორად მივდივარ წინ, ხო? და აი არის მესამე დონე, როდესაც მე შევხვდი ამ ჩემ ჭრtildeს, მივხვდი რა მინდა, მივხვდი როგორ ვერ მივიღებ ამას რაც მინდა ვამუშავებ იმ დონემდე, რომ ეს ჩემი ეგო რაღაცნაირად ჩემი ტრამვირებული მეს რეაბილიტაცია დავიწყო და არ დავიკარგო სურვილებში, აი საცდურებს რომ ვიძახით ხოლმე შავი მთვარის საცდურები მაგალითად ხო, რომ აი მოდის და მგონია რომ ეს ის არის და ამ დროს რო ხვდებით რომ იმდენად ძლიერი არაცნობიერი იმდენად იქ არის ისევ სადაც ეს უნდა რომ აიღოს რომ ეჩვენება რომ ეს ის არის ხო და ეს საცდურები შავი მთვარის მაქედან მოდის. როდესაც მე ვხედავ ჩემს სურვილებს მოდის ეს უკვე საცდურები, ოღონდ მე აღარ მეშინია, აღარ ვიცავ თავს არის ხოლმე ლილიტის უარყოფა, როდესაც ტრამვეს ეშინიათ ეს მეორე უკიდურესობა და საერთოდ არ შედიან ზონაში იმიტომ რომ იციან რომ იქ ტრამვას მიიღებენ და შავი მთვარე ძალიან ღრმა დონეზე ეს არის რომ ძალიან ეშინია ადამიანს ტრამვის მიღების, ძალიან ეშინია შეეხოს აი ამ ეგოს, აი ამ საწყალ, საცოდავ ფუსტრირებულ ეგოს რო შეეხოს და ყველაფერს წყვეტს, რაც მას აგრძნობინებს ამ შავ მთვარეს, ხო? და ეს ტკივილი, მეგობრებო, ყოველთვის იზიდავს მე იმ გარემოს, რაშიც სხვადასხვა ფორმით მოგვიწევს შესვლა ამ შავი მთვარის ზონაში. სანამ არ ვისწავლით, აი ახლა ჩემი მაგალითად, ხო, ჩემს ჭრtildeის ინტეგრაციაზე როცა ლაპარაკობდით, ხო? ახლა ჩემი შავი მთვარე მორიელში არის და მფარველი ვერცხლში არის და აი ყველა კრიზისი, რაც კი მე ეგზისტენციალური მქონია მახვევდნენ თავზე ხშირად მორიელური ენერგია, ხო? ვიღაცები მაცხოვრებდნენ თავის დრამებს და
ჩემი ეს არ იყო და საზღვრების პრობლემა მქონდა მაგალითად, აი ვერძულად, იმდენად მარტო დავძლიე მთელი პრობლემები. იმდენად მარტო მოვაგვარე, მარტო დავაღწიე თავი ფსიქოლოგიურ ჭყალებში გულისხმობ აქ, მარტო დავაღწიე თავი იმ გავლენებს ფსიქოლოგიურს, რაც მაინც მივხვდი, რომ ცუდი კი არ იყო, უბრალოდ ჩემი არ იყო. ჩემ სამყაროში არ ვცხოვრობდი, სხვის სამყაროს ცხოვრობდი, ხო, თორემ აუცილებელი არ არის დრამაზე იყო საუბარი და აი აქ მივხვდი, რომ მისი არა ლილიტი, არამედ სელენა არის, რომ მე მივხვდი, რომ აი ეს ვერძული ენერგია ჩემი რაღაც დამოუკიდებელი, რომ მე ყველა ძლიერი ვარ, როცა მარტო ვარ და თუ რამე პრობლემებს უნკლავდები, ის მარტო არის განსხვავებით სხვათა შავი მთვარისგან, ხო? შავი მთვარე ვერძისგან. და ამიტომ სელენა არის საბოლოო ჯამში ძლიერი ღერძი, რომელსაც რომლითაც უნკლავდებით შავი მთვარეს. ანუ მე ჩემი შავი მთვარის საცთურების გაცნობიერება მომიწია სულ მარტოკას. კაცშვილი არ დამხმარებია გოლაქტიურად რო კითხა თამაში. ანუ აი მითითებით, ან ჩემნაირი რო ვინმე ნახო რო აი ესე თალეს რო აგიხელს და რაღაცას არ ყოფილა ესე სულ მარტოკას მომიწია მომეძებნა თუნდაც ის ხალხი მაგალითად ვინც ისიც მათი რესურსებით იმდენად არა უფრო ჩემი ცოდნის და ჩემი ლოგიკური აზროვნების ესე რომ ვთქვათ შედეგად და ნენელა მივხვდი რომ აი საცტური არის აი ლილიტი რომ გონია რომ რაღაცეებში მე თუ მარტო არ დავრჩები ჩემ თავთან ხო იქ შეიძლება უბრალოდ სხვის ენერგია ვიცხოვრო და დავიწყე უბრალოდ გაცნობიერება რა არის ჩემი ენერგია და უკვე მივიზიდო ის ხალხი რომელიც ჩემი ენერგიის გავსი არის და აღარ ვიცხოვრო ვიღაცების სამყარო რომელიც ჩემი არ არის აი ხა მაგალითად მარტო რო ვარ ისეთი ლამაზი სამყარო შეიძლება მქონდეს ხო ეს ვერძულ სამყაროს რო ვეძახი რომ იქ სხვისი ადგილი მეც ვიძაღარ არის ხოლმე თუ გავსი არ იქნება თუ ესეთივე პოზიტივი არ იქნება ხო და აი ამ ჭრილის ინტეგრაცია არის თავიდან უმტკინვეულესი ძალიან დიდი გაშიშვლება ხდება რეალობის, მაგრამ გაცილებით უფრო ტკბილი არის, რომ იტყვიან მე შედეგი, გაცილებით ძლიერი ხდები ფსიქოლოგიურად, ვიდრე მანამდე სანამ ამას ყველაფერს არ ხედავ. და ამ გზაზე, აი ამ, მოდით ესე ვთქვათ, გათავისუფლების, ყალბი მესგან გათავისუფლების გზაზე ყალბი არ არის, უბრალოდ ეს არის აი ის დაბნეულობა სულის და სინამდვილეში ეს სადღაც ტრანსფერირებული მე არის, რომელსაც უკვე ქონდა სელენა ლილიტის რაღაც ისტორია წინა ცხოვრებებში, მაგალითად, წინა ინკარნაციებში, ესე ვიძახით კარმულ ასტროლოგიაში, თუმცა ახლა ფსიქოლოგიურ ასტროლოგიაში შეხედათ, ჩვეულებრივად იგივეს განიცდიან ხოლმე ამ ცხოვრებაშიც იგივე ტრამვები ქონდათ. ახლა მე სულაც არ მჭირდება, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მაქვს ნანახი ჰიპნოთერაპიაზე, სხვადასხვა ინკარნაციები ბჭყალებში. სულ არ არის საჭირო ესე შორსაც წასვლა, იმდენად ჩანდა ეს ჩემი თემა, ხო, მაგალითად, გარშემო რაც ხდებოდა. ჩემს ან ოჯახში, ან სანათესაოში, ჩემი ბავშვობა როგორი იყო, ხო? და საბოლოო ჯამში მივხვდი იმას, რომ აი ამ ჭრილის ინტეგრაციაში ვიღებთ ნამდვილ მეს, აი ამ ნამდვილ მეს უბრუნდებით და აი ამ ტრანსფერირებული მეს მკურნალობას ვიწყებთ ნამდვილი მეთი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მანამდე რა ხდება, სანამ ამას არ ვაკეთებთ, სანამ ნამდვილი მე არა გვაქვს დაფიქსირებული და გაცნობიერებული, ხო? შეიძლება ესე ვიძახით ხოლმე ასტროლოგიად, ვიჯდეთ შავ ენერგიაზე. შევქნათ ილუზია, შევქნათ რომ რაღაცა ძალიან მაგრები ვართ აქ, მაგალითად, ან დრამაში ვიყოთ, რომ იქ არა ვართ, ხო, ესეც მსგავსი არის. და აქ რა ხდება, იცით, რომ ჩვენ რო ვერ უნკლავდებით ამ ტკივილს, გადაგვაქვს ან სხვაზე, ან გარემოზე, მაგალითად, აი თუ შეგიმჩნევიათ, აი რომ ამბობენ ხოლმე შურიანი ადამიანი, ბოღმიანი ადამიანი, აი რომ გიყურებს და აი შენი რა შურს, ხო? ახლა მე არ მქონია ეგეთ სიტუაცია, საერთოდ არ მჯერა ეგეთ რამე რო არსებობს. შური. მართალი რო გითხრათ. მაგრამ აი ადამიანებზე რო ამბობენ ხოლმე, რომ აი შურიანია, აი სინამდვილეში ეს არის ჭრილის ინტეგრაციას პრობლემა. აი ეს არის ის ეგო, რომელიც იმაზე მეტი უნდა, მაგრამ არ არის ახლა ამის შესაძლებლობები. და ეს არის ზუსტად ეგო, ხო, სადღაც, რომ აი არ ვიღებთ, პასუხისგებლობას არ ვიღებთ. რატომ არა გვაქვს ეს ყველაფერი?
და არ გავდივართ კონტაქტზე, რომ თუნდაც რომ თავი დავანებოთ კარმულ ასტროლოგიაში, ჩვენ გენეტიკურ რესურსში ოჯახში არ არის ის უკვე დაგროვილი, ის გამოცდილება, ის პოზიტივი, რაც მოგვიტანს მე ამ ყველაფერს მაგალითად, ხო? ანუ ამაზე ყველაფერზე პასუხისგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ. და ამ პასუხისგებლობის უნარობა იწვევს მერე იმ გაბოროტებას, იმ აგრესიას, მაგალითად სხვაზე გადატანას ამ აგრესიის, რომ იკმინებიან პასიურ აგრესიაში არიან, შენს საზღვრებში გადმოდიან მაგალითად დიდი დოზით ადამიანები საქართველოში განსაკუთრებით არის ხოლმე იქ და რაღაცას გეტყვის, იქ ბიძა გიკმენს, იქ ისა და საბოლოო ჯამში ყველა პროექციაში არის გარკვეულწილად ყველა აი თავის აგრესიის გადმოყრას ცდილობს, იმიტომ რომ თვითონ ვერ იტევს სხეულებრივად ამ აგრესიას და სხვა შორის ფსიქოლოგიამ და ასტროლოგიამ ეს მასწავლა, რომ ადრე რაღაცნაირად ძალიან მაკომპლექსება ჩემი მორიელი, ხო, რომ რატო არიან აი მე მეგონა რომ ჩემში არის პრობლემა, რომ რაღაცა აგრესიულ ან აი ესეთ ხალხს ვიზიტავ და მე მივხვდი რომ არაფერს არ ვიზიტავ, კი არ ვიზიტავ, უბრალოდ უნდა ვისწავლო, რომ ის მისი ტრამვა არის, ჩემთან არ არის კავშირში და სხვა შორის ნენელა ესეთი ხალხი ზოგი ჩამომშორდა, ზოგი ჩამოვიშორე მაგალითად, ხო, ეს შურიანი ბოღმიანები რო იტყვიან ხოლმე ამ პასიურ აგრესიული ხალხი და უბრალოდ აღარ ვეკონტაქტები ხოლმე ეგეთ ადამიანებს, რომლებშიც დევს რაღაცა ბევრი ღვაწლი და ბევრი აგრესია და სურვილი ვინმე დაჩაგრონ სიტყვაზე. სინამდვილეში ეს არის ტრამვა, ძალიან დიდი ჩვენი სხეული ვერ იტევს იმ ტკივილს ეგოს გამო, სხვათა შორის, პასუხისგებლობის გამო, იმიტომ რომ არ ვიღებთ პასუხისგებლობას იმ რეალობაზე, რაშიც ვართ, იქნება ეს რაღაც სხვა პრობლემები, მაგალითად ბედის პრობლემა, გარემოს პრობლემა, ან ჩემი კომპლექსები, არ ვიღებთ ამაზე პასუხისგებლობას და შესაბამისად მე მოდის აგრესიაში და აგრესია, რომელსაც ჩვენ ვერ ვიტევთ და გადაგვაქვს გარემოზე. ეს არის აი შედარებით დაბალ საფეხურებს რო ვეძახით, ეს არის ეგო მტკინვეული, რომელიც მე არ ვარ მზად რომ ეს დავამსხვრიო, ჩემი ეგო დავამსხვრიო და აი ეს ჩემი უფრო ღრმად რო ჩავალ, სიყვარული უნდა ადამიანს მეტი არაფერი საბოლოო ჯამში. ის ეგო საიდან არის, რომ მე მინდა რაღაცნაირად, რომ ის მივიყო, მე მგონია რომ ვიმსახურებ ამ ყველაფერს და ვიმსახურებ ნამდვილად, მაგრამ არა ამ ფორმით და არა ამ გზით, ხო? და სადღაც მე ნენელა ხდება აი ამ ჭრილის ინტეგრაციაზე რომ ლაპარაკობ, სხვა შორის ძალიან საინტერესო თერაპია მქონდა მე პირადად კიდევ ერთ-ერთი ჭრილის თემაზე, როდესაც დავინახე ეს მორიელი დავინახე ჩემში, აი მე რატო გიყვებით ჩემზე იცით, აი ზუსტად მაგას გავდივართ ხოლმე მაგალითად თერაპიულად, ახლა როცა ჭრილის ინტეგრაციაზე ვმუშაობ, სხვადასხვა კლიენტებთან ესე რო ვთქვა, ხო, უბრალოდ ახლა მათზე ხარ მოყვები. უხერხულია. ჩვენია ჩემი მოყვე. ხო და აი ძალიან საინტერესო პრაქტიკა მქონდა. პატარა ისეთი მიყვარს ხოლმე ზღვაში შორს გასვლა ბორდით. და მაშინ ჩანთაში მაქვს ხოლმე წყალგაუმტარო ჩანთაში დინამიკი მუსიკა და ჩემთვის მიდივარ ხოლმე და ფიქრობ ხოლმე შორს საკმაოდ შორს გავდივარ, არა მე როგორ შემაწუხებს და ქალაქის ხმარო აღარ გესმის უკვე საერთოდ სრული სიჩუმერო არის და მარტო ის ისმის ბორდს ოდნავ ტალღა როგორ ეხება, ხო? და მან მაქვს ხოლმე ესეთი, ნუ აი რაღაც თერაპიულ პრაქტიკაში შევდივარ ხოლმე მანდ და ქონდა ესეთი რაღაც, რომ მივხვდი, რომ აი ჩემი ჭრილის კუთხით, რომ მე ძალიან მიჭირს მიღება ეს ეგო, ისევ, ძალიან მიჭირს მიღება იმისი, რომ რაღაც ნეგატივები არის გარშემო. აი ესეთი აგრესიულობა, ესეთი ნეგატივი, იქ რაღაც არაკეთილშობილება და ასე შემდეგ, ხო, ანუ სელენა ლილიტის ღერძი, რომ აი სელენაზე რომ ზედმეტად აიდეალიზირებს სელენას, მე ლილიტის მიღება აღარ გინდა. ეს არის მთელი ამბავი. მოკლე ამბავი კარმულ ასტროლოგიაში და ნუ მივხვდი რომ აი მიჭირს რა აი ჭყალებში ნეგატივის მიღება რაც გარშემო არის ხო აი იმ საშინელებების მოკლედ ხო მიღება ხა ადამიანებში რაც არის თითქოს რა და აი ტკივილის მიღება ცხოველებში მაგალითად რო არის ადამიანებში რო აი სევდა აქვთ იქ ანუ მარტო იმ ბოროტებაზე კი არ მოკლაპარაკე ზოგადად ტკივილის მიღება რო არ გინდა რაც გარშემო არის და ცით როგორ რაღაცა გავაკეთე აი ხელებს რო გახსნე და აი შემოგაგ მთლიანად შემოუშვებ ამ შენ ნაგავს აი გარემოს ნაგავს და აი რო ხედავ რომ გამტარი ხარ და აი უცებ უყურებ ამ ბორცვებს ვივარ წყალში მაგ ხელები და
ხედავ რომ ეს არის სამყაროში. ანუ ეს ნეგატივი არსებობს და ესეც პოლარობა არის. აქეთ თუ რაღაც ნათელი არის, ანთოს პოლარობა აქვს ბნელი, ბნელსაც პოლარობა აქვს ნათელი და ეს რაღაცა ცუდი და ნეგატივი კი არა, ეს არის პოლარობები უბრალოდ და სამყარო არის ეგეთი. რომ თუ მარტო აქეთ გინდა, აუცილებლად შემოვა შენ ცხოვრებაში ის მეორე პოლარობა, ხო? ეს ბუნებრივი არის და ამას თუ არ იღებ, იმასაც ვერ მიიღებ და საბოლოო ჯამში მე ძალით შემოვა ეს ყველაფერი შენში, ოღონდ არ იქნები შენს უკითხავად მოხდება მოკლედ და ძალიან ესეთ მისტიური თერაპიული ის მქონდა აი ამ ნეგატივთან კონტაქტი, აი ამ დარკთან კონტაქტი, ოღონდ ეს იყო გარემოს დარკი, სინამდვილეში რო გითხრათ და ჩემი დარკი იყო ზუსტად ის რომ მე ვერ ვიღებდი ამ გარემოს დარკს და აი ნენელა რო შემოდის ეს ნეგატივი, მაგრამ ნუ ჩემი არ არის. ცით როგორ დავინახე მე სელენა მორიელებს რო აქვთ ხოლმე რო ხედავენ ნეგატივს, მაგრამ არ ეხებიან. არ ითქვიფებიან ამ ნეგატივში, გაივლიან, იციან რომ არის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს მათი არ არის და აი მაგას მივხვდი მეც რომ ეს ჩემი არ არის და ვიცი და ვინახე, შევიგრძენი, სისხლშიც რომ შეიგრძნობ ამ ყველაფერს, მაგრამ გაუშვი, ჩემი არ არის და ყველაზე საინტერესო ის იყო რომ ტალღები ამოვარდა ძლიერი და ნუ უკვე ჩანდა რომ მეორე დღეს მესამე დღეს გაფუჭდებოდა ამინდი და აი რომ გამოვედი ნაპირისკენ ისე ჭუჭყი დამხვდა მედუზები ერთმანეთზე 3-4 ფენად იყვნენ და და ჩავხტი წყალში და მოვდივარ მოცურავ ამ ჭუჭყში და აი როგორ არცეთ აი მარდა ისეთი მაწუხებს ხოლმე რომ აი შანსი არ არის რომ რაღაც ოდნავ მაინც ისე წყალში ვიცურავო და ამ მედუზებში გამოვცურე არც მე ხება ეს მედუზები თითქოს ჩემი არ არის ხედავ რომ არიან ხედავ რომ ჭუჭყი არის მაგრამ ეს ჩემი არ არის მე ჩემ გზაზე მივდივარ და აი მაგ მომენტში მივხვდი რომ თერაპიულად მართლა რაღაცა გადამუშავდა მაშინ იმიტომ რომ ემოციურად მე შევიცვალე გარემოს მიმართ და ჩვენ ხშირად გონია ხოლმე რომ ან ასტროლოგთან მივალთ ან ფსიქოთერაპიაზე გარემო და ცხოვრება შეიცვლება. მთავარი ცვლილება არის რომ ჩვენ ვიცვლებით. ყველაზე დიდი ცვლილება ის არის რომ უბრალოდ ჩვენ აღარა ვართ იგივე, სხვა ვართ ჩვენ, თორე სამყარო ისეთი არის როგორიც არის და ყოველთვის ესეთი იქნება. გარშემოც ხალხი უმეტესობა ვერ შეიცვლება. უმეტესობა ესეთები იქნებიან სულ რაც არიან და მე ხშირად გარშემო რომ ყავანან ადამიანები რომ ზოგს უყურებ რომ აი დარკსესის და ადრესულ მინდოდა ხოლმე ან დახმარებან აი ხმას რომ მიაწვდნენ რომ ეს და სამშობლო ეხლა აღარ ვეხები მაგას ვიცი რომ ეს აუცილებელი პერიოდი არის ეს უნდა გაიაროს ადამიანმა და მანდაც ხედავ რომ საბოლოო ჯამში ეს ბნელ ენერგიაზე კი არ ვზივართ რაღაცნაირად ეტაპი არის გასავლელი რომ მე სხვა დონეზე ავიდეთ და ესეც ოკეი არის ესეც გასავლელი არის უბრალოდ არის როცა უკვე სურვილი აქვს ადამიანს და უკვე რომ ხედავს რომ აი ის აღარ მინდა გაგრძელდეს რაშიც ვარ. აი მე შემოდის ესეთი ტრანსული თერაპიები მაგალითად, როდესაც უკვე შენ თავთან იწყებ კონტაქტს. მე ბევრი დამეხმარა სხვა შორის ფსიქოთერაპევტი, მე ვეძები ძალიან ბევრს ვეძებდი, ვინც ამის გადაპროგრამებაში დამეხმარებოდა. სხვათა შორის ადამიანის ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს, რომ აი არის ფსიქოლოგიაში ესეთი, როცა თერაპიულად ვართ ადამიანთან, ჩვენ ხელს უთმობთ მასო. განიცადოს ის ემოციები, რაც მას მარტო არ შეუძლია და აი ფაქტიურად ხანდახან თერაპიულად ეს არის ხოლმე რომ თერაპევტი გვეხმარება ჩვენ თუნდაც კარმულ გადაპროგრამებებში მისი ენერგეტიკული ველი მისი სიხშირე უნდა იყოს ძალიან ძლიერი რომ გადატვირთვა მოხდეს და აი ამის შედეგად მე უკვე ისეთი რაღაცები ვისწავლე რომ უკვე ვიცი ხოლმე აქ ჩემ თავთან რაზე ვიმუშაო მე რო ეს ასტროლოგი არ მწოდნოდა ამ დარქებთან ვერ გავიდოდი უბრალოდ არ მეცოდინებოდა ეს ხო და ყველაზე საინტერესო როცა არის ხოლმე კარმულ ასტროლოგიაში რომ აი მიიღე და აპატიე და ეს სისულელები არის ყველაფერი ავის არ უნდა არაფერი არ უნდა ვაპატიოთ აქ თავარი არის უნდა მივიღოთ ნეგატივი არა ის რომ გავასუფთავოთ და ისე მივიღოთ რომ მე არანაირ წყენა არა მაგრამ მე ვაპატიე დედა ჩემს, ან მამა ჩემს, ან ჩემ ძმას და მე სხვები რომ მოდიან იგივე კარმით, იგივე პრობლემებით, მაგალითად. და აქ ხდება ზუსტად ის, რომ განსაზღვრო რა არის შენი და რა არის სხვისი. და აი აქ შემოდის ინდივიდუალიზმი, აქ შემოდის აი ამ ჭრტილის ინტეგრაცია რაღაცნაირად, რომ მე არ უნდა დავკარგო ჩემი თავი, აი ამ ჭრტილში არ უნდა დავიკარგო მე სადღაც, ხო? და ეს ჭრტილი მეორე კუთხით ძალიან მაგრად გვეხმარება, არა გავცე თუ ასროთ, არამედ
რაღაცა როცა ბალანსი არის და გაცემა, მიღება ბალანსშია, როცა რაღაცა საერო საქმესაც აკეთებს ადამიანს, საერო რას გეუბნებთ, ეს ელენა ეს არის, რომ მე სადღაც გაცემა მინდა ენერგიის, ხო? და მე თუ ჭრთილი არ ამყავს ინტეგრირებული, მიღებული, ან მე თუ კონტაქტზე არ ვარ მასთან, მე სულ ელენაზე ვიჯდები და ის შავი ენერგია, ანუ სინამდვილეს ჩემი დაცვა არის ის შავი ენერგია, ხო? ბოლო-ბოლო მთლიანად აი ისე გააკეთებს, რომ ეს ნათელი აღარ ჩანდეს, იმიტომ რომ ეს ნათელი ხშირად არის მიზეზი ხოლმე ძალიან ბევრი პრობლემის. და სხვათა შორის გარემოშიც ნათელს უფრო შეუძლია ხოლმე ცუდი გააკეთოს, ვიდრე ბნელს. მაგალითისთვის რო გითხრათ, ახლა როდესაც მე სულ გავცემ სიტყვაზე და იქით ვერ ხედავს ადამიანი ამას, ან ფაქტორად შენ უგდებ იმ ენერგიას, რომელიც მისი არ არის საერთოდ, არ მსახურებს, არ დაუმსახურებია. აი აქ შავი ენერგია გვეხმარება ძალიან კარგად, რომ აი ეს ინდივიდუალური ეგო ენერგიები შევითავსოთ და ამას მე და ჩვენ ენერგია თუ ბალანსშია, მე და სამყაროს ენერგია თუ ბალანსში არის, აქ სამყაროს კანონზომიერებას ვიცავთ. ანუ თუ მარტო სელენაზე ვზივართ, ჩვენ ლილიტი გვიაქტიურდება და გვმართავს მერე ბოლოს, გვიფუჭებს სელენას, იმიტომ რომ ეს სელენა არის ის იდეალი, რაზეც ჩვენ მერე კიდევ უფრო ვაძლიერებთ ლილიტს, უნდა დავიდეს, აი ლილიტზე რო ზის ადამიანი, ამით ებრძვის ის ფაქტიურად საკუთარ იდეალებს. რო არ შეჭამოს, ეს ძალიან დიდ სურათში რო ავიდეთ, ხო? აი ძალიან ყველაზე ესეთი ცუდი ადამიანიც, სადღაც უნდა დააგროვოს ნეგატიური კარმა. და ეს არის ზუსტად რომ ჭრილი ბოლოს გვიპყრობს, არ მისმენ, არ გინდა ჩემი ეგოს მიღება, მაშინ მარტო ჩემ ეგოზე გამუშავებ, შენ მეტი არავიზე, იმ შენს საქველმოქმედო სელენას საერთოდ დაგავიწყებ. როგორც ჰიტლერს დაავიწყა მაგალითად თავისმა შავმა მთვარემ სელენა, ვითომ და ფაქტიურად მე ეს ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც ბნელი ძალა და საშინელება და სინამდვილეში ეს ენერგია თვით განწმენდვას, თვით მკურნალობას ეწევა დიდ სურათში რო შევხედოთ, ძალიან დიდი სურათიდან რო შევხედოთ, ხო? ამ იდეალებსაც ჭირდება ხოლმე ზოგჯერ ჩამოვარდნა და მე რა ხდება, იცით, რომ მე თუ აღარა ვარ ის იდეალი, ანუ რაზთანაც მე ეგო მქონდა გაიგივებული, რომ სადღაც თუ რაღაც ღვთიურ სამყაროში ვიყავი, მე ვიფიქრე, რომ ეს მე ვარ. ეს არის ხო ლილიტი თავიდან პირველად როგორ დაიწყო, რომ მე ვარ ეს მაგარი ტივი. და აი მე მე ვარ მაგარი ტიპიდან ხვდებით, რომ აქ მე არა რაღაცა სამყაროსგან მოდიოდა ეს ენერგიები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მესაც აქვს თავისი სურვილები და მე ვიწყებთ რაღაცნაირად დაბალანსებას ამისი, ხო? რომ ის ღვთიური ენერგია გამოვავლინოთ, ის რაც ნიჭი გვაქვს, რაც უნარები გვაქვს, რაც სამყარო მოგცა მაგალითად ენერგია, სელენას გულისხმობ. მაგრამ ამავე დროს და მოვუსმინოთ ეგოს რა უნდა და ძალიან ეკოლოგიურად სუფთად უნდა ვემსახუროთ ამ ეგოს სელენასთან ერთად. აი აქედან ხდება მე ეს დედამიწა გარდამავალი ჩემი აზრით, ახლა მე რასაც ვაკვირდებოდი, ზუსტად ამისთვის არის ეს ნახტომი გავაკეთოთ, მესა და რაღაც სულიერ მისიას შორის ბალანსი ვიპოვოთ მაგალითად და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად ის ფრუსტრაციების მიღება თუნდაც, ხო? ან პირიქით ახლა გაძლიერება ამ ეგოსი, რომ მე ზუსტად ფრუსტრაცია მივიღოთ, ანუ ის სულიერი სამყარო ცოტა დავამიწოთ. იმიტომ რომ სელენა ეს არის მაღალი ღვთიური ღირებულებები, რაც მოყვება წინა ცხოვრებებიდან, სულიერი სამყაროებიდან და ამ სულიერი სამყაროების იდეალიზაცია როცა ხდება, მე ლილიტში გადავდივართ, ხო, შავ ენერგიაში. ძალიან ბევრი კუთხით არის ეს შესასწავლი ხოლმე, ბევრი კუთხით დასანახი არის ხოლმე და მთავარი ფსიქოლოგიური ტრავმები, მთელი სამყაროს ახლა მე რასაც უყურებს, სელენა ლილიტის ჭიდილი არის ხოლმე ძირითადად ადამიანებში და ამ დროს ძალიან ძლიერი ხდება ადამიანი, როგორც კი ამაზე მუშაობას იწყებს, შინაგანად ძლიერი, ბედნიერი, ხალისიანი, აი დაბრუნებას გავს თითქოს საკუთარ მესთან ავთენტურ მეს რო ეძახის ფსიქოთერაპია, ავთენტურ მესთან დაბრუნება ხდება ხოლმე, რომელსაც ფსიქოთერაპევტები ხამახამდე ვერ მიდიან, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ ლილიტში რუსია ხოლმე მაგაზე ცალკე მეცინება, იმიტომ რომ ეს ის პრაქტიკები არის აი ხამე რა დონეზე მუშაობასაც გეუბნებით, ამას ძალიან დიდი სიღრმე ჭირდება, ძალიან დიდი გაცნობიერებები ჭირდება. მე რასაც ვაკვირდებოდი ხოლმე, სხვათა შორის ჩემთან ვიცმოდიოდნენ, აი ესეთი პირდაპირ ზუსტად ესმის, აი ცნობიერება აქვს ფართო და დიდ სურათში ხედავს სამყაროს
და ხვდება ეს დარქი თავისი სად არის, უმეტესად ურანელები არიან, ან ურანი მეოთხე სახლელები არიან, საერთოდ ასტროლოგიურად ამაზე ვამბობთ, რომ აი ხუმრობდი ხოლმე ესე მგონია მეთქი, რომ გიდი ვარ თქო რა. კარტამა იქიდან რომ შემოდის ხალხი და ენერგეტიკულად რომ უნდა შემოვიდნენ დედამიწაზე თქო. ხუმრობ ხოლმე რა და ძირითადად არის როგორ რაღაც იცით, თითქოს აი ჩემ შეგრძნებებს გიყვებით რომ აკორდებოდი ხოლმე თვითონ რომ ლაპარაკობდნენ, რომ აი თითქოს ახალი შემოსული აქვს და იქიდანაც ახსოვს სულს რაღაც სულიერი სამყაროები, არ არის ბოლომდე დამიწებული, ბოლომდე გამატერიალიზირებული დედამიწაზე როგორებიც არიან ხოლმე, ხო? და აქვს ის სულიერი მეხსიერება თითქოს ადამიანს, ეხლა ვინც ჩემთან მოდის ხოლმე და ეგრევე ხვდებიან ორ სიტყვაში, აი გვესმის ერთმანეთი, ზუსტად იციან ხოლმე აქ რა ტრამაზე ლაპარაკობ, რა ლილიძე ლაპარაკობ, რა ინტეგრაციაზე ლაპარაკობ და ძალიან ადვილად ახდენენ ხოლმე ტრანსფორმაციას შემდეგ და ჰიპნოთერაპიაზე ვდახერ, რომ აქაური დედამიწელები ჩემი არ არის თქო, არ ესმით. არ ესმით ხოლმე ის რაღაც იმ ენერგიებთან, რასაც ასტროლოგიას შეუძლია გავიდეს. მე ასტროლოგია დამეხმარა, სხვათა იმ სიხშირეზე გასასვლელად, რასაც ახლა მე ვლაპარაკობ, ძალიან დიდი ენერგია არის ეს და ნუ აი თერაპიულად ხო გეუბნებით რომ მუშაობთ ხოლმე. ნამდვილი მუშაობა ჩემი აზრით, ხა მეც ხო ეგ ამ 10 წლის წინ გავლილი და ნამდვილი მუშაობა იყო. თან ჩემი ხა წლები დავდივარ თერაპიებზე და ეს დედიკო-მამიკოს დონეზე დამუშავება ეს ცალკე თემა არის. არის გაცილებით ღრმაკარმული პროგრამები, რომელსაც ჩვეულებრივ ფსიქოთერაპიაში ალბათ ამას ვერ დავამუშავებთ, ვერ გავალთ ამ სიხშირეზე და ასევე მოდიან ადამიანებიც ხოლმე, რომელსაც აქვს აი ეს ზუსტად ის რაღაცა სხვა სულიერი მეხსიერება, სხვა გამოცდილება ინკარნაციულიო რო ვიტყვით ხოლმე და აი იქ მიდის უკვე რაღაც სხვა მუშაობა საერთოდ და მთავარი აქ თუ რაღაც გადაწყდა, აქ თუ რაღაც ის ინტეგრაცია მოხდა, იმხელა ენერგიის კონცენტრირება ხდება უკვე, აღარ იბნევა ენერგიები აქეთ-იქით, ხო? აი ჩემი აზრით ფსიქოთერაპევტები, ფუძემდებლები სხვადასხვა წლებში, აი აქ რო არის რაღაც, იქ არის მიუწვდომელი. აქ შეიძლება ჩვენ ასტროფსიქოლოგიაში გავიდეთ. აი აქ რო არიან თითქოს, აი ნენელა რო უახლოვდებიან, ბოლომდე თითქოს თლად არ ესმით. მაგრამ რაღაცნაირად რო ხვდებიან ხოლმე, მანდაც ფსიქოთერაპევტებს გაჩნიათ, ახლა პლუტონიანელები ვინც არიან, რანაც შორს გადიან. მაგრამ ისე გეუბნებით, რომ აი ნენელა კაცობრიობა რო ემზადება ცოტა იქით გასახედადაც, ესე რო ვთქვათ და აი მე უფრო ესეთ ხალხზე მუშაობ, რომელიც აი ამ სიღრმეში მიდის, აი ამ ჭრილის ინტეგრაციაში მიდის, შეუძლია შეხედოს და გამოიტიროს, სხვა შორის არ ჭირდება ამას დიდი ინტელექტი, ზოგჯერაც ან ჩვეულებრივი შესაძლებლობისა ყოველგვარი ეზოთერული ცოდნის გარეშე ადამიანი უცებ ისე შეხვედრია სელენა ლილიტის ღერც, რომ აი გავკვირვებულ ვარ ხოლმე, აი თითქოს აი შიგნით უკვე რაღაც ძალიან დიდი მზაობა იყო. ხო მეც ესე მივედი თავიდან თერაპიაზე, ვიცოდი, რომ აი ხაც რომ მოგიყევით ის სხვაში რო ვიყავი გასული, რაღაც მაწუხებ და აი აქ რო გრძნობ რაღაცა რომ ამოღება გინდა და ვერ იღებ და აი მანდ იყო უკვე რომ აი დავიწყე ეს მედიტაციური პრაქტიკა, რომ აი ამას დავკონტაქტებოდი, რა მაწუხებს, რას ვერ ვიღებდი. და აქედან დაიწყო მე უკვე თერაპიული პრაქტიკა. აი ფრაგმენტულად ძველი აი ესეთი კარმული ნეგატივები ამოდის და გთხოვს დავამუშაოთ ეს. და ძალიან კარგად მუშაობს ხოლმე ასტროფსიქოლოგია, აი ამ ხრივ, აი ხა მეც რო ასტროლოგიურ კარმულ ასპექტებს ხა ტრენინგები მაქვს ხოლმე ხშირად, სკოლა მაქვს ასტროლოგიის, ძირითადად ამ დარგზეც მუშაობთ ხოლმე, რომ მიხვდნენ რა არის ეს კარმული ასპექტები, ხო? თერაპიულად მუშაობთ ხოლმე ამ დარგზე, გაკვეთილებზე, ესე რომ ვთქვათ. და ეს იყო ჩემი სრული აღმოჩენა, მართალი რომ გითხრათ, ესეთი სიღრმე რო შეუძლია ასტროლოგიას, რომელიც მე ვერც ერთ პრაქტიკაში გულახდილად რო გითხრათ, აქამდე ვერ გავედი და ეხლა თუნდაც ხო ადრეც რომ მოგიყევით ჰიპნოთერაპიაზე, ყვებოდი სიუჟეტს, სადაც მე ვიყავი ძალიან მყარად და ძალიან ძლიერად და ძალიან ამაყად და ეს სელენას ინკარნაცია იყო და იგივე შეიძლება მოყვეს სხვამ, სუსტად იგივე კარე მოყვან ძალიან დარდიანად და ძალიან სირცხვილით და ძალიან ცუდად.
და ის იყოს მისი ლილიტის ინკარნაცია. ხო ხდებით? ანუ ეს არის რამდენად კარმულად ვიყავი მე ამ სიტუაციაში პოზიტიურად ჩართული, რამდენად მჯეროდა რომ სწორს ვაკეთებდი. ის კი არა ფანტაზიებში მჯეროდა, არა, მართლა ვიცოდი რომ რაღაცას კარგს ვაკეთებდი და მე შემთხვევით საპირისპირო არის ხო სადღაც. და აი ეს მნიშვნელოვანი არის ძალიან თერაპიულად ამ დარკს შევხვდეთ, აი ამ ნეგატივს შევხვდეთ, ახლა რო არ გამიგრძელდეს. მე მგონია რომ ცოტა კიდე რაღაცა გაიგეთ, ახალი შეიძლება, აი ამ ჭრთილის ინტეგრაციაზე ასტროლოგიაში, როგორ მუშაობს ეს, რა არის პროცესი, სადღაც არის ეს ჭრთილი დაკარგული და ჩაკარგული და იქ არის აპონელი და იქიდან წამოსაყვანი არის და შემოსაერთებელი არის. აი ახლა თუნდაც ზოგიერთ ჩამთვარეს რო უყურებ ხოლმე, რომელიც ძალიან დაკარგული არის, ხო? აი ესე ვხედავ, რომ საერთოდ ენერგია იქ არ არის. ენერგია არის გაფანტული დაშლილი საერთოდ ზოგჯერ ესე არის ხოლმე, ხო? და ხდება აი შეკოწიწება ამ ენერგიის, აი შეხვედრა ყოველ ნაწილთან, შემოერთება, დანახვა ზედასურათიდან. ზევიდან უნდა დავხედოთ ჩვენ აქ რა ხდება სიამბერის და არა ჩვენ არაცნობიერს რაღაცა როგორ ეგონა ტკივილით, ხო? და ეს ძალიან საინტერესო პროცესი ახლა ჩემთვის, მაგალითად ძირითადად ჩემი მიმართულება ეს არის ხოლმე, აი ამ ჭრთილის ინტეგრაციაზე მუშაობა. ზოგჯერ ერთ შეხვედრაზე არ გამოსდით, ზოგჯერ მეორე, მესამე შეხვედრაზე უკვე გამოსდით, ზოგჯერ 2 წლის მერე ბრუნდება და აი უკვე ეგრევე რო იბუთქებს ეს გაცნობიერება ხოლმე. ყველასთან ინდივიდუალური არის. ახლა მეც მაგალითად უკვე თვით თერაპიის რეჟიმშიც ვარ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ უკვე იმდენად მაქვს კონტაქტი, ვიცი ტექნიკურად ხო ეს როგორ უნდა გავაკეთო ხოლმე, რომ მე ვამუშავებ ძალიან ბევრ ამის ხოლმე, იმ სტიქიებთან შეხებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის კარმულად. და ეს მინდოდა მეგობრებო მომეყოლა თქვენთვის და ვისაც გააქვთ ინტერესი ამ თემაზე შეგიძლიათ კომენტარები დაწეროთ მაგალითად, ხო? კიდევ უფრო სხვა კუთხით თუ გაინტერესებთ ამასთან შეხება. ეხლა ძალიან ისეთ ტრენინგებზე პირდაპირ უშუალოდ პირადი რუკებით გავდივართ ხოლმე, ხო, ვეხებით აი ამ შამთვარეს და ამ ჭრთილის ინტეგრაციაზე და იქ ბევრად უფრო სიღრმისეულად ხდება მუშაობა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური რუკებით. ხო, უბრალოდ მე მინდოდა ზოგადი ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის კარმულ ასტროლოგიაში, ჭრთილის ინტეგრაციაში, ასტროლოგიურად როგორ მუშაობთ მაგალითად, ხო და რა სიხშირებზე გავდივართ, რა შედეგები აქვს ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში გამთლიანებაში რომ მივდივართ, ხო, სულის დაკარგული ნაწილები მთლიანდება და ენერგიის კონცენტრირება ხდება, აღარ გაედინება რაღაც სისულელებზე ენერგია, ხო? და აქედან მერე იწყება ახალი ცხოვრება. და აი ხშირად დეპრესია, ნერვოზი, როგორც წესი, აი ამ სულიერ გატეხილობაში ვართ და ვერ ვთლიანდებით და ეს იწვევს მერე ენერგიის გადინებას და ეს იწვევს სადღაც ტრამვებს და ნერვოზებს, ხო, როგორც წესი და ეს მინდოდა გამეზიარებინა, იმედია საინტერესო იყო თქვენთვის და დროებით მეგობრებო.